მოგესალმეთ ლურჯ კუთხეში ჩორა ჰობჰანსიანი ის წალენჯი ხელია სუკა მიქავა მივესალმოთ მეგობრებო სუკა მიქავა იგი გახავს 19 წლის წონა 75 კილოგრამი წარმოადგენს კლუბ დავითიანს წვრთნელი მამუკაშონია საკმაოდ დიდი გულშემატკივრებით გამოირჩევა სუკა იგი არის აქტივობრივი ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს სუკა მიქავას რა თქმა უნდა ის არის თავის მშობლიურ ქალაქში ნახოთ როგორ გამარჯვებას მოუტანს იგი წალენჯიხა და წალენჯიხელ გულშემატკივარს წონა 70 კილოგრამი კლუბი არად ფაით კლუბ წვრთნელი რომან ალაშიანი სომხეთი ჩორა ჰობჰანსიანი და მისი მოწინააღმდეგე ქალბატონებო და ბატონებო მისივე მეგრული დიდებულებით სუკა მიქავა წალენჯიხა პირველი რაუნდი იწყება დღევანდელი დღის ბოლო ორთაბრძოლა ლურჯ კუთხეში ჩვენი სომეხი მებრძოლი ხოლო წითელ კუთხეში ადგილობრივი სუკა მიქავა იქნება ნახოთ რა შემოგთავაზებენ ბიჭები იმედია ქართველის გამარჯვებით დასრულდება ეს ორთაბრძოლა ამ შემთხვევაში ვიქნებით მიკერძოებულები რა თქმა უნდა და იმედია არ გვიწყენს ამას მაყურებელი კარგად დაიწყო აქ სომეხმა სპორტსმენმა იყენებს მის სიმაღლეს, მაგრამ კარგად პასუხობს ზუკა. კარგი ორიანი გაუშვა ახლა ჰოვანისიანმა. აქ გაუსრია და მიქავას ფეხი ეს არაფერი. ის ძლიერი ჰუკებით პასუხობს მიქავა ახლა. კარგად ხდება მიქავა მის დაჭრებს თავის სტილში. ნახოთ როგორ წარმართავს ბრძოლას. აკვირდება ზუკა. უპირატესობა აქვს იმაში სიმაღლეში სომეხ მებრძოლს.
კარგი გაცვლები აქ ბიჭების მიერ. თუმცა ეს მიქავას რა თქმა უნდა ბევრს არაფერს არ ცვლის. რა თქმა უნდა, დისტანციაზე მუშაობს მიქავა. უმცირებს დისტანციას. საკმაოდ კარგად გამოსდის ეს. არ უნდა მისცეს მიქავამ ზედმეტი მუშაობის უფლება სომეხ მებრძოლს კლინჩი დამუხლებით. უნდა უპასუხეს, განეიტრალოს მისი შეტევები. ჯერჯერობით მუშაობს ჰოვანისიანი. კარგად ხდება მიქავას კონჩეტეების მუხლით. იღებს დაკვირს, ელოდება თავის მომენტს მიქავა. კარგი მძიმე ჰუკი გაუტარა. ორიანი გაცვლა იყო ახლა. უტყავს მიქავა ლოუ აფიქებს სილოს ფეხის დაზიანებას. და მიიმწყდიოს მიქავამ კუთხეში თავის სტილში. კარგად მუშაობს პირველ ნომრად ჩემი აზრით მიქავა, რაც დოთა განმავლობაში გაღლილობას მიაყენებს სომეხ სპორტსმენს და ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. ეს დარტყმები, რა თქმა უნდა, დიდ ენერგიას მოითხოვს. და ნახო თუ შეძლებს იგივე კონდიციის შენარჩუნება სომეხი მებრძოლი. კარგი ბოდიკი მიქავასგან. 10 წამია პირველი რაუნდის დასრულებამდე. ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ჰოვანისიანისგან არ გავიდა მიზანში ეს დარტყმები. და პრიალში დარტყმა ჰაერში მიკავასგან მშვენიერი დარტყმა იყო. დავიწყეთ მეგობრებო მეორე რაუნდი. სომეხი მებრძოლი ისევ იგივე სტილში მიყვება. კროსი მუხლით, თუმცა აქ ზუკას კონჩეტევამ არ დააყოვნა. აქ გასაკეთებს სომეხი მებრძოლი. ფეხი აუსიავდა უბრალოდ ქართულ მებრძოლს. არა, იკლინჩავებოდა კიდევაც. სრიალებს რაღაცა რენგი. კარგი გაცვლა იყო ახლა ორივე მებრძოლისგან. ბოდიკიკი დაახვედრა ჰოვანისიანმა მიქავას. კარგად ხდება სომეხი მებრძოლი უკანახელით და მოხლით მიქავას კონჩეტევას. კარგი აბერკოტი გაუტარა ეხაც. მაგრამ მიქავა არ იჩნევს ამ დარტყმებს. უფრო მეტი აქტიურობა სჭირდება მიქავას. ფიქრობ რომ მას მესამე რაუნდზე და რაუნდის ბოლოსკენ არ გათვლა. იღლება ნელ-ნელა სომეხი სპორტსმენი. თუმცა ამასობაში იღლება მიქავას, რა თქმა უნდა. ნახოთ როგორ წარიმართება ბრძოლა. არ უნდა აცალოს მიქავამ ბევრი მუშაობა ჰოვანისიანს.
კარგი დარტყმები გაუტარა, კარგი დარტყმები გაუტარა. მიქავამ მოარტყა ახლა ჰოვანისიანმა, თუმცა ისევ ფეხი გაუსრიალდა მებრძოლებს. ოჩახ. კარგი გაცვლები იყო ახლა. აი ბოლო 1 წუთია დარჩენილი, 1 წუთზე ნაკლები უნდა გააქტიურდეს. სომეხი მებრძოლიც არაფერს ართმობს. არ გაჩერებულა, რაც დაიწყო ბრძოლა იმის მერე, აქტიურად აღორციელებს კომბინაციურ შეტევებს. ნახევარი წუთზე ნაკლები დარჩა მეორე რაუნდის დასრულებამდე. აი კარგი გაუტარა, ზუკამ კარგად დაიჭირა კონჩეტევაზე. ათი წამია დარჩენილი მეორე რაუნდის დასრულებამდე. კარგი გადახრა და დასრულებამდე. პასუხი იყო ახლა მიქავასგან უკით. ისევ უნდოდა მიქავას აერში ტრიალით. გააქტიურდნენ მიქავას გულშემატკივრები. ზუკასაც მოუწევს გააქტიურება. გადამწყვეტი რაუნდი არის, საფინალო რაუნდი არის, ყველაფერი უნდა ჩადონ ახლა მებრძოლებმა, განსაკუთრებით მიქავამ, რა თქმა უნდა. ძალიან ახლო ჩხუბია, თანაბარი ჩხუბია. კარგი ჰუკი გაუტარა მიქავამ. იგზნო სომეხმა უნდა მიყვეს ამ დარტყმებს. არ უნდა გაჩერდეს მიქავა, რა თქმა უნდა. აყოლა აქ ჰოვანისიანმა კომბინაციები, ორიანები. კლინჩი თითქოს აქვს უპირატესობა ჰოვანისიანს. თავისი სიმაღლიდან გამომდინარე მუხლებს კარგად ახვედრებს მიქავას. ელოდება მიქავა, უმიზნებს ღვიძლს. იქნებ გავიდეს ეგ დარტყმაც. კარგი მუხლი გაუტარა აქ. ახლა გაატარა ეს დარტყმა მიქავამაც. სომეხმა სპორტსმენმა ცოტა უნდა გააქტიურდეს ზუკა. თითქოს ცოტათი გამოეკვეთა სომეხ მებრძოლს აქტიურობიდან გამომდინარე უპირატესობა, თუმცა ნახოთ, ჯერჯერობით წუთნახევარი არის დარჩენილი. შეეტყო ორივე მებრძოლს აღლილობა. კარგად მუშაობს მიქავა ღვიძლში. მითითებებს აძლევს აქ რეფერი, გააქტიურებისკენ მოუწოდებს ბიჭებს. მოიმატა კლინჩმა მესამე რაუნდში. დაღლილობასთან ერთად იმატა კლინჩმა. კარგი ჯები გაუტარა აქ მიქავამ. მუშაობს, აი უმიზნებს მიქავა ღვიძლს. ისევ ჯები მიქავასგან. აი კარგი იყო ახლა გადახრა და პასუხი მიქავასგან.
20 წამი. ათი წამია ჩხუბის დამთავრებამდე დარჩენილი. დამთავრდა. ნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საჯები, ვის მიანიჭებენ უპირატესობას. ვინ გახდა თავარი ორთაბრძოლის თავარი გამარჯვებული? დაველოდოთ. საჯების გადაწყვეტილებას ვინ მიანიჭებენ სულ ცოტა დარჩა ამ თავარ ბრძოლაში გამარჯვებას. სულ ცოტა დარჩა სანამ გავიგებთ ამ ბრძოლის გამარჯვებას. Kabadonebo da batonebo. Max Fightis. მე-15 ივენტის გამარჯვებული გახდა. როგორ გამოვაცხადეთ ეგან? მისივე მეგრული სიდიადით. სუკა! მიულოცეთ ზუკა მიქავას ეს გამარჯვება. ამ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა მან გამარჯვება. რა ხდება მეგობრებო რინგზე? შევარდნენ ზუკას გულშემატკივრები. იმედია მომავალში ისევ და ისევ ვიხილავთ ზუკას ჩემპიონის რანგში. ჩვენ კი ამით დაგემშვიდობებით. იმედია ისიამოვნეთ ამ საღამოთი, ამ შესანიშნავი 10 ბრძოლით. ამ ბრძოლებს უძღვებოდა უფასო მეგობრებო ირაკლი ჯგუშია და ლევან დარასელია. იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი ისიამოვნეთ ამ შოუთი. შევხვდებით შემდეგ Max White-ის ღონისძიებამდე. შევხვდებით Max White 16-ზე. Super Christmas ემოციები მაგას ერთად გავახვიდე. იგავერთხელ გავბატონებო. აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვებული გახდა სუკა მიქავა. ცოტა გიდია ბატონო. სუკა შენ ახალთელი საქართველოს ისმის. შენსავე ქალაქში მეუღლე ისეთი გამარჯვება. როგორია შენი ემოციები მითხარი? ორესაკი ამოვასწრე მომსახურების ამ ამოვამდე გადავხადო ამ პარტნიორს დავით ქერიას ამ შესაძლებლობისთვის რომ ჩემს ქალაქში მომცა ბრძოლის შესაძლებლობა მიყვარხართ ყველა ეს გამარჯვება თქვენია ეს მხოლოდ დასაწყისია და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს მამუკა შონიას და დავით ყოლბაიას რომლებიც აკეთებენ ჩემთვის რომ არა მარტო სპორტში არამედ ცხოვრებაში ვიყო წარმატებული და მადლობა მათ ეს გამარჯვება ეძღვნება ჩემს ოჯახს ჩემ მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა და განსაკუთრებით ყველაზე ჩემ დიდი მე ჩემ ძმას როდესაც იახდება იქ სველია გარეთ ცივაა შენ ცხერე ბატონებო Max White-ის იქით მე-15 ივენტის გამარჯვებული სუკა მიქავა ჩვენი პირველ რიგში დიდება უფალს და მადლობა ღმერთს ყველა ჩემი ნაბიჯი მისი დამსახურებაა